სოფელ ჯიხაშკარში გამგებელმა ავთომარღიამ თანასოფლელსცემა დაზარალებული გია ბაგათელია ჟურნალისტებთან ყვება, რომ მასსა და გამგებლის ოჯახს შორის კონფლიქტი 5 წლის წინ ყოფით პრობლემებზე დაიწყო და მას შემდეგ ურთიერთობა არ ქონიათ. ბაგათელიას თქმით, შელაპარაკება მის ჭიშკართან გამგებლის მანქანის გაჩერებას მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რა დროსაც გამგებელმა ბაგათელიას თქმით, ხელთნაკეთი ეგრეთ წოდებული დუბინკა ჩაარტყა და გონება დაკარგა. Slabega zivizeki de Ankara kaçırdı çıkardı. İki tabi ketmedi, iki taraflı yok. Kaçırdı. Çila bina yok, taşı bul. Ders nahe. Nahe de asıl kavga tıkayı çadimet geldi. Ardakok da banka. Ragilde de çalışıyor. Ben böyle ben magina. Vergavi de kilo ikide bir metre de kamavi kesiyor. Dacă că sunt la țară, dar de unde pe hit. Gacer de banca ca nu da dubi da da chubi. Goniba dakarge. Oh, rochama qaimiz me aris poyez ga mogiza siyai qaiblia. Racha gatva titiktsem. Khel lagedi to banca da non gaida gamaida khela udima. Dubinga khelit nageti. Iza poyezis dubinga riqo. ფაქტს თვითმხილველი წყავს. დაზარალებულის მეუღლე ყვება, რომ მისი ქმარი სისხლში ცურავდა და არც ეგონა ცოცხალი თუ იყო. მე აქ ვიყავი შიგნით, ჩემმა მეუღლამ რომ დაუძახა, გაიარე აქეთო, მე გავიგე მაგი, მე გავყვა იქ, რომ იმან შეაგინა თუ მე ვერ გავიგე მაგი, მაგრამ ამან გაედევნა, მეც უკან გავეზდევნე. იმან გააჩერა მანქანა, რომ გააჩერა მანქანა, წამოვიდა აქეთ უცებ, რაღაცა ქონდა ხელკეტი თუ რაც ხარ არ ვიცი. მან ჩაატყა და მე რომ მიმეცი წაქცეული იყო ეს ჩემი მეუღლე და სისხლი მოზიოდა. მე რა ურწყამდნენ და ურწყამდა ის და მე უთხარი მოკლა, მე მეგონა მკვდარი იყო და რეინძროოდა. რომ მე მივედი მაშინ იმან უცებ წავიდნენ ისინი. სამი იყვნენ ისინი. დაზარალებულს მისივე განმარტებით პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. ის წუხელო ქუთაისის ექსპერტიზის განყოფილებაში გადაიყვანეს და პოლიციაშიც დაკითხეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოდიში სოფლის გამგებელს დაუკავშირდა, თუმცა ავთომარღიამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, განაცხადეს, რომ ოფიციალურ კომენტარს მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ოდიშს განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.